მოგესალმებით მეგობრებო, მოდი მე და თქვენ ერთად ვნახოთ თუ რა გაგახარებთ სულ მალე. ასე მაქსიმუმ 2 კვირაში. რა გაგახარებთ სულ მალე? რა იქნება თქვენი უსაზღვრო სიხარულის მიზეზი? თქვენი უსაზღვრო სიხარულის მიზეზი, ჩემო ძვირფასებო, ეს იქნება გარკვეული რთული კონფლიქტური სიტუაციებიდან გასვლა. როდესაც ამ კონფლიქტური სიტუაციიდან თქვენთვის რთული, თქვენთვის მტკინვეული, დაუმსახურებელი ტკივილი შესაძლოა მიიღეთ ახლო წარსულში, დაუმსახურებლად მოგექცნენ თქვენი გადმოსახედიდან და თვალსაჩინარიდან დაუმსახურებელი სიტყვები მიიღეთ ადამიანებისგან, ხო? მაგრამ მეგობრებო, სამყაროში თუ კი მივხვდებით ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ დაუმსახურებელი, როგორი რთული გასაგებიც არ უნდა იყოს, არაფერი არ არსებობს და ყველაფერს სამყაროში აქვს თავისი ადგილი და თავისი მიზეზი. ჩვენ ბევრად უფრო სხვანაირად აღვქვამთ გარკვეულ რთულ სიტუაციებს ჩვენ ცხოვრებაში. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულ მალე ის გაგახარებთ, რომ არა მხოლოდ გამოტოვებთ უпростоრეთ გადახვალთ რთული მდგომარეობიდან და რთული სიტუაციიდან, არა მხოლოდ გახვალთ ნაპირს მეორე მხარეს, როგორც იტყვიან, არამედ მიიღებთ უსაზღვროდ დიდ გამოცდილებას, knowledge, ანუ ცოდნას მიიღებთ, ცოდნას, რომელიც ხანდახან საკმაოდ მტკინვეული საფასურით მოდის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ სასიხარულო ის არის, რომ თქვენ გახვალთ ამ სირთულიდან და თან გეცოდინებათ სხვა დროს, სხვა სიტუაციაში როგორი რეაგირება მოახდინოთ და როგორ უპასუხოთ გარკვეულ პროვოკაციას, როგორ უპასუხოთ უსამართლობას, როგორ უპასუხოთ თქვენი მისამართით წამოსულ დაუმსახურებელ სიტყვებს და უბრალოდ გეცოდინებათ თქვენ თავად სად დაარღვიოთ ბალანსი და რატომ მოხდა ის, რომ ადამიანებმა, ამ კონკრეტულმა ადამიანმა თქვენ აი ასე გადგინათ გული. ეს არის ის ცხოვრებისეული ცოდნა. ეს არის ის ცხოვრებისეული უდიდესი გამოცდილება, რომელსაც თქვენ აუცილებლად გაივლით უახლოეს მომავალში და კიდევ ერთხელ განმეორდები. ზუსტად ის არის სასიხარულო, რომ თქვენ ეს სიტუაცია რთული დაასრულეთ, სიტუაცია დასასრულს მიუახლოვდა და თქვენ გადადიხართ თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე. არკანი მეეტლე გვაქვს დასტის ბოლოს, რაც ნიშნავს, რომ ამ სიტუაციიდან აუცილებლად გამოხვალთ გამარჯვებული, თქვენთვის გამარჯვებული, მთავარი გამარჯვება ეს შინაგანი გამარჯვება და საკუთარ თავთან გამარჯვება და არა სოციუმის დაკრული ტაში. და თქვენ როგორც პირდაპირ, ასევე გადატანითი მნიშვნელობით გახვალთ საზღვარს იქით. შეიძლება ეს პირდაპირი ნიშნითაც, პირდაპირი წარმოდგენითაც ნიშნავდეს, რომ თქვენ წახვალთ, გაემგზავრებით, კარგად დაისვენებთ, კარგად მოილხენთ ნამდვილად, გამარჯვებული იქნებით ამ ყველაფერში, ხო? აი ამ სირთულიდან გასვლაში, მაგრამ ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს შეიძლება არა ვთქვათ პირდაპირ მგზავრობას და მოგზაურობას ნიშნავდეს, ხო? და რთული სიტუაციის ვთქვათ უკან მოტოვებას ბევრი ადამიანი, სხვათა შორის შვებას ზუსტად მოგზაურობაში, თავის საყვარელი ადგილების მონახულებაში პოულობს, ხო? მაგრამ ეს ასევე შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ თქვენ უბრალოდ გამარჯვებული გამოხვალთ გარკვეული რთული სიტუაციიდან და თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა დიდ გამოცდილებას და რამხელაზე დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებთ ამ ყველაფრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს არც ერთი წამით არ იგრძნობთ, თუ კი ამ ყველაფერს სიღრმისეულად შეხედავთ, არც ერთი წამით არ იგრძნობთ თავს
არც დაჩაგრულად, არც წაგებულად, პირიქით. ყველა არკანი მიუთითებს იმას, რომ თქვენ გამოხვედით და გამოდიხართ რთული სიტუაციიდან. სულ მალე ზუსტად ეს გაგიხარდებათ. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.